დღეს განვიხილავთ შეპახის ჩარხს, რომელიც ფასდაკლებაზე ვიყიდე დომინოსგან და უკვე ვიყენებ რამდენიმე კვირაა. სუმინდოდა ჩარხი მქონოდა და აი 350 ლარად ვიყიდე ეს და მომეცა საშუალება რომ რაღაცები გამეკეთებინა და მოგიყვებით რა როგორ არის, როგორი აწყობილია, რა კომპონენტები აქვს, როგორ დავიწყოთ თავიდან კეთება. ამას მეც ახლა ვსწავლობ, ამიტომ დიდად ექსპერტი არ ვარ, მაგრამ დაახლოებით აგიხსნით რა როგორ მუშაობს, რომ ცოტა უფრო ინფორმირებულები იყოთ, სანამ ამას შეიძენთ. შედგება 3 კომპონენტისგან, ასევე მოყვება ქანჩები, მაგას აგიხსნით რისთვის. მოყვება აი ეს გასაკეთებელი, რომელიც არის საჭირო ჯამების გამოსათლელად და გარანტია, ინსტრუქცია და всё. ამების დამაგრება მოგიწევთ, როცა შეიძენთ, მაგრამ დამაგრება საკმაოდ მარტივია და აგიხსნით ამ ყველა პროცესს. ამ ჩარხის მთავარი ნაწილები არის პირველ რიგში მოტორი, რომელიც უკვე დამაგრებული არის ამ მთავარ ღერძზე. ეს საყრდენი, რომელიც არის ბერკეტი და მთავარი ნაწილია იმისთვის, რომ სტაბილურად შევძლოთ გაჭრა ჩვენი ხის ნაჭრის და ასევე არის ეს მეორე ცენტრალური ღერძის დასაჭერი, რომლის შორისაც ექცევა ხის ნაჭერი, რომ სტაბილურად იტრიალოს ერთი ღერძის გარშემო. ეხლა როგორ დავამაგროთ ისინი? სავარაუდოდ ესეთ მდგომარეობაში იქნება ყუთში მთავარი ღერძი, მოხსნათ შავი პლასმასი და პირველი უკეთებ ბერკეტს. აქ აქვს პატარა ხრახნი, რომელიც შედის შიდა ამოჭრილ სივრცეში. მარტივად შევა ბოლომდე, ასე დავტოვოთ ამ ეტაპზე და შემდეგ უკვე შედის ეს ღერძი. ამასაც იგივე გამოსადები აქვს დაბლა, რომელსაც შევაძრვენთ ამ არხში, იგივენაირად როგორც შევაძრვენთ ბერკეტი. და შემდეგ უკვე უკან გავუკეთებთ შავ პლასმასს. გვაქვს ხის პატარა ნაჭერი, რომელიც გვინდა რომ გამოვჩარხოთ და ახლა როგორ ვამაგრებთ ამას სწორად ჩარხზე. სანამ დავიწყებ ამის დამაგრებას, ერთი რაღაც უნდა გავითვალისწინო. ამ ცენტრალურ ღერძს აქვს ასეთი ხრახნი, რომელიც მოძრაობს წინ და უკან. ეს ღერძი ასევე მოძრაობს რელსზე. დავიწყოთ იმით, რომ ეს ხრახნი დავაყენოთ ყველაზე გრძელ მხარეზე, ანუ მოვუშვათ ბოლომდე. ახლა უნდა დავიწყო უშუალოდ ამ ხის ნაჭრის დამაგრება. პატარა ხაზებს გავუკეთებ აქ, რომ ცენტრი მარტივად ვიპოვო. ვამაგრებ ცენტრს მწვეტიან სამარხთან და ვაფიქსირებ ხელით ჯერჯერობით. შემდეგ ვწევ ამას ახლოს. ეს უკვე თვალზომითაც შეიძლება გავაკეთოთ. მეორე მხარე. ეხლა უნდა დავამაგროთ აი ეს მხარე, რაც ცოტა უცნაურად ხდება შეპახის ამ ჩარხზე. თვითონ სამაგრსაც აწერია, რომ უნდა მოეჭიროს ან მოეშვას ეს სამაგრი რელს, თუმცა მაინც ცოტა უცნაურია, ეს დავიჭიროთ ხელით და იმისათვის რომ დავკეტოთ, უნდა დავაწვეთ ამ სახელურს, გადმოწიოთ ჩვენკენ, შემდეგ ავწიოთ მაღლა. უბრალოდ ესე რომ თითით აწევა არ გამოვა, კარგად უნდა ვიგრძნოთ რომ აიწია ზევით, პატარა ხმაც ექნება, შემდეგ გავწიოთ და ჩამოვწიოთ უკან. ისევ ხმა ექნება და ესე გავაკეთოთ რამდენჯერმე ავწიოთ, ჩამოვწიოთ და აი ასე ეჭირება. შეპახის ერთ-ერთი მინუსი ზოგადად როგორც ბრენდის არის ეგრეთ, არამეგობრული დიზაინი აქვს. დამჭირდა მე რაღაც წვალება რომ თავიდან დამომუღამებინა როგორ ხდებოდა ეს. აი ხა უკვე გრძნობ ხელშიც რომ ეჭირება. კიდევ ერთხელ ვიზავ და უკვე საკმაოდ არის მოჭერილი, ამას ვერაფერს ვეღარ ვუზავ. და შემდეგ უკვე როცა ეს დაფიქსირებულია, წეგან რომ მოვუშვით აი ეს ხრახნი, ამას დავუჭერთ რომ კარგად დამაგრდეს ხე ამ ორ ღერძს შორის. მოვუჭიროთ კარგად. და შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი არის, რომ აი ეს გვინტი, რომელიც ამას აქვს, უნდა მოვუჭიროთ თვითონ აი ამ საყრდენის მხარეს. ამისთვის გვაქვს ერთ-ერთი ეს ქანჩი, დავაფიქსიროთ ხელით ეს მხარე და მეორეთი დავამაგროთ ქანჩი კარგად. ახლა უკვე აღარც დავწავა ჩვენი ხის ნაჭერი და შეგვიძლია გადავიდეთ უკვე ბერკეტის დამაგრებაზე. ბერკეტი უნდა იყოს ახლოს, მაგრამ რა თქმა უნდა ისე არა რომ ედებოდეს ხის ნაჭერს. ეხლა უბრალოდ რომ შევიყვანეთ შიგნით ეს ჩვენი ბერკეტი, მარტივად ყველა მხარეს მოძრაობს წესით და მივიტანთ უკვე ახლოს. ყველა დავიწყოთ შუაში, მოდი ამ შემთხვევაში. ასე მივიტანთ და უნდა დავატრიალოთ ხელით, რომ ნახოთ რამე ხო არ ედება. ეს ხო იდეალური ცილინდრი არ არის ამ შემთხვევაში და უნდა დავწუნდეთ, რომ ამას რომ დავატრიალოთ ჩარხით არ გამოედება და არაფერს არ გააფუჭებთ. ოსე დავწუნდით, რომ საკმაოდ ახლოს არის და თან არაფერს არ ედება, უკვე შეგვიძლია ეს გადავატრიალოთ და დაფიქსირდება ეს მხარე. ასე აქვს კიდევ ერთი მოსაშვები, რომელიც უკვე ამის სიმაღლეს არეგულირებს. ესეც ცოტა უცნაური რაღაცაა სიმართლე გითხრათ, პატარა სიმაღლის რეგულაცია შეგვიძლია ავწიოთ დაბლა ან მაღლა. ჯობია ცენტრთან ახლოს იყოს ეს ჩვენი ბერკეტი. ამ შემთხვევაში დავაფიქსიროთ უბრალოდ პარალელურად და მოვუჭიროთ ხელით ამას. ზოგადად ეს ბერკეტი შეპახის ამ ჩარხზე ძალიან ცუდია, იმიტომ რომ ვიბრაცია აქვს, როცა ხეს ვჭრით და იმისგან ვიბრაცია გადადის, ეს ეშვება ხოლმე, ამიტომ ყოველთვის ვამოწმებ მე. ყოველთვის მიწევ ყოველ რაღაცა 10 წამში ან 20 წამში ამის მოჭერა და მოჭერა. ამიტომ ეს დიდი მინუსია ჩემი აზრით. თუმცა ისიც არის რომ თვითონ ეს სამაგრები რაც აქვს თავში და ბოლოში არ აძლევს ამ მექანიზმის იმის საშუალებას, რომ რაღაც ძალიან ცუდი მოხდეს, უბრალოდ მოტორი იწყებს თავისთვის ტრიალს და აღარ გადადის ხეზე ის ძალა თუ რაღაცა ცუდად წავა.
დავამაგრეთ ჩვენი ბერკეტი, დავამაგრეთ ხე. ეხლა უკვე შეგვიძლია დავიწყოთ ამის გამოჩარხვა. თვითონ ჩარხის საჭრელი ძალიან ბევრი ვეძებე და ძლივს ვიპოვე ელიავაზე დახლებში ეს მეორადი ჩარხის საჭრელი დანა. სხვაგან ვერ სცადე რომ ნახე თუ ვინმე მიცით სად იყიდება კარგები. მითხარით ამ შემთხვევაში მე უბრალოდ გამოვიწერე Amazon-იდან და სანამ ჩამოვა ამით ვაკეთე. აი ვიდეოში კარგად ჩანს რას გულისხმობ რომ ბერკეტი მოძრაობს თავისით მომენტებში რაც ჩემი აზრით ძალიან დიდი მინუსია. ასევე ყოველთვის გახსოვდეთ რომ ჩარხთან მუშაობისას უნდა გვეკეთოს სრული სახის დამცავი, არა მხოლოდ სათვალები, არამედ მთლიანი სახის დამცავი. ცოტა მინდა ფიზიკაზე ვისაუბროთ და იმ პრინციპებზე, რაც ამოძრავებს ამ მთლიან პროცესს, იმიტომ რომ ჩემი აზრით ძალიან საინტერესოა, რაც ხდება და როგორ ხდება. აქ გვაქვს პატარა ნახაზი, აქ არის ძრავა, რომელზეც არის დამაგრებული ჩვენი ხის ნაჭერი, რომელიც ტრიალებს ჩვენკენ. აქ გვაქვს ბერკეტი, რაზეც ეყრდნობა ჩვენი საჭრელი და შემდეგ უკვე ასე ხელით გვიჭირავს აქეთ ამ მხარეს და ჭრის ხეს. ეხლა რა პრინციპები მუშაობს აქ და მაგის ცოდნა ჩემი აზრით დაგვეხმარება იმაში, რომ თუნდაც არ გქონდეს ნანახი, რა არ უნდა გავაკეთოთ. პრინციპები როცა ვიცით, მარტივი იქნება იმის მიხედვა, რაღაცას რო ვაკეთებთ, არასწორია თუ სწორი. ამ შემთხვევაში რა ხდება, ხო ხე ტრიალებს ჩვენსკენ და ჩვენ როგორ უნდა დავიჭიროთ ჩვენი საჭრელი. საჭრელი გვიჭირავს ოდნავ დაბლა დაწეული ჩვენი მხარით, იმიტომ რომ ძირითადად ჩარხის საჭრელებს აქვთ ესეთი პირი, რომელიც არის დამრეცი. ხე რომ გაჭრას ამისთვის ბასრი პირი უნდა სპეციფიურ კუთხეზე მიუდგეს ამ ხეს, რომ ჩამოთალოს. აი ხა მაგალითად აი ეს რო წამოვა, აი ეს უნდა აათალოს და უნდა მიუცეთ იმის საშუალება, რომ ეს ჭრა გააკეთოს. სიტყვაზე თუ ჩვენ გვექნება ჩვენი საჭრელი ესეთ მდგომარეობაში, ჭრა იქნება უფრო რთული, იმიტომ რომ ის ბასრი პირი ისე კარგად, ისე მახვილი კუთხით აღარ ხვდება, უკვე ფხიკავს კი არ ჭრის, საჭრელი ფხიკავს ამ ხის ნაწილებს და ცუდი ხარისხიც გამოდის და ასევე საშიშია, რაზეც ორ წამში ვიტყვი. ამიტომ კარგია რომ გქონდეს ოდნავ ზევით აწეული ეს, კარგია რომ ჩვენი ბერკეტი იყოს ოდნავ მაღლა ცენტრიდან, თუნდაც ეხლა ამ შეპახის ჩარხს რაღაცნაირად ვერ დაუმაგრე, ძალიან მაღლა ეს უკვე ძალიან მოძრაობს, როცა მაღლა ადის. ამიტომ ეგეც ერთი მინუსი არის შეპახის ჩარხის. ეხლა რა ხდება? საინტერესო მომენტი ის არის, რომ პირველ რიგში ჭრის ხარისხი არის ცუდი, როცა არასწორად გვიჭირავს ჩვენი საჭრელი. მაგრამ მეორე მომენტია კიდე ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და ეს არის ტრაექტორია იმ ძალის, რა ძალითაც ეს ხე აწვება ჩვენს საჭრელს. თავარი პრინციპები აქ არის ძალაზე და ძალის მიმართულებაზე, ხო რა როგორ მოძრაობს და რა როგორ ურთიერთობაში შედის ერთმანეთთან. და აქ თავარი მომენტი არის წრეწირის ტრაექტორია. როგორც ვიცით, წრეწირის მოძრაობის ტრაექტორია, ანუ ძალის ტრაექტორია ყოველთვის არის პერპენდიკულარული მისი ცენტრისგან, ანუ როცა წრეწირი მოძრაობს, ეს ძალა გადადის აი მისთვის მიმართულებით. და ჩვენ როცა ვახვედრებთ ამას საჭრელს, ის უნდა მოძრაობდეს არა მართი კუთხით დაბლა, ანუ როცა აი აქ არის სიტყვაზე საჭრელი და ვახვედრებთ, ამ შემთხვევაში არის დიდი შანსი იმის, რომ პირველ რიგში არ გაჭრის, მაგრამ ასევე ეს ხე უკვე ჩვენ დაბლა გვაწვება. დაბლა აწვება ჩვენს საჭრელს და შესაბამისად ეს ამან თუ გადაგვწონა, ჩვენ ხელით სადაც გვიჭირავს ეს საჭრელი, ეგ მხარე აიწევა ზევით, ანუ ეს დაბლა ჩამოქაჩავს და უცებ ჩვენი საჭრელი შეიძლება გაგვივარდეს და აისხრიტოს მოგვარტყას სახეში და ასე შემდეგ. ერთ-ერთი მიზეზი რატომაც ეს უნდა გქონდეს, ეს უნდა გვეჭიროს მახვილი კუთხით, არის ეგ, რომ შევახვედროთ საჭრელი ხეს იმ მომენტში, როცა ძალის ტრაექტორია არის არა მართი კუთხე, არამედ დახრილი დაახლოებით, აი ასე. ამ შემთხვევაში, ხო? ამ შემთხვევაში, როცა ვახვედრებთ ამას და სიტყვაზე ვერ გავჭერით. ვერ გავჭერით ჩვენი ხე, ბლაგვია ჩვენი საჭრელი ან რაღაცა აქვს ხეს სიტყვაზე, ხო? როცა ეს ძალა მოდის არა მართი კუთხით, არამედ ესე დახრილად, უკვე ეს ჩვენი საჭრელი არა დაბლა ჩადის, არამედ უკან გამოდის. ანუ უკან გამოვაგდებს ჩვენსკენ. შესაბამისად უფრო მარტივი რაღაც ხდება, ხო? კონტროლს არ ვკარგავთ, უბრალოდ უკან გამოვარდება და დავიჭერთ და ისევ დაუბრუნდებით ჩვენ საქმეს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი იმის ცოდნა, რა ტრაექტორიაზე ვახვედრებთ ხეს ჩვენ საჭრელს. ეს ზოგადი პრინციპი არის, მაგრამ აქ თავარი მომენტი არის კიდევ ის, რომ თვითონ ხე როგორ არის დამაგრებული ძრავის და ზოგადად ჩარხის ღერძზე, ხო, დამაგრების ბევრნაირი პრინციპი არსებობს და აი ესეთი დამწყები ჩარხებისთვის, როგორიც არის შეპახის ეს ჩარხი, ძირითადად გამოიყენება ასეთი სამაგრი. ეს ცოტა სხვანაირია ვიდრე ჩემსას რაც აქვს, მაგრამ პრინციპი იგივეა, რომ ეს მექანიკურად არ არის დამაგრებული ხეზე. ხე ამაში ემაგრება ხახუნის ძალით და არა მექანიკურად. შესაბამისად რა ხდება, როცა ჩვენი საჭრელი ვეღარ ჭრის ხეს. ამ შემთხვევაში ჩვენ ისეთი ძალა გვაქვს აქ ბერკეტის გამო, რომ ვაჩერებთ ამ ხეს. ვაჩერებთ ამ ხეს იმიტომ, რომ ჩვენი ძალა, რითაც ვახვედრებთ აი ამ საჭრელს ხეს, უფრო მეტია ვიდრე ის ხახუნის ძალა, რითაც ხე უჭირავს აი ამ საყრდენ სამაგრებს. შესაბამისად, აი და ვიდეოშიც
გაჩვენებთ ახლა ამას, როცა იქ ხდება, როცა ვერ იჭრებ მომენტში ასეთ მარტივ ჩარხებში და აი ასეთი სამაგრები როცა არის, ხე უბრალოდ ჩერდება, ძრავა ტრიალებს, ეს დამჭერი ტრიალებს, ოღონ ტრიალებს, ასე ვთქვათ, თავისით. არის სხვა დამჭერები, რომელიც ამ შეცდომას არ გაპატიებთ ნამდვილად. აი ასეთები მაგალითად, ესენი ძირითადად გამოიყენება ჯამების გასაკეთებლად, როცა ხის მხოლოდ ერთი მხარე არის დაჭერილი ღერძზე, ძირითადად ცუდი შემთხვევები ხდება ასეთ დროს, როცა ერთ მხარეს არის მარტო დაჭერილი და ჯამებს როცა ვაკეთებთ და ასე შემდეგ. და რატომ ეხა ეს არის უკვე მექანიკურად დამაგრებული ძრავის ღერძზე. ეს სამი კბილი ეჭირება ხეს და ისე მყარად არის აქ, რომ შენ რომ ვერ გაჭრა ის ხე, რაზეც ეს არის დამაგრებული, ვეღარ გააჩერებ. ხელით მაგას ვეღარ გააჩერებ. ასევე აქ ამას შურუპების ნახრეტები აქვს და შურუპებს უმაგრებენ აქ და ასე ატრიალებენ ხეს. ამასაც ვერაფერს ვერ უზავ, თუ ვერ გაჭერი ხე და რაღაც შეგეშალა, აუცილებლად გადაგწონის. მისი ძალა აუცილებლად იქნება შენს ძალაზე დიდი. ამას ხელით ისე ვერ დაიჭერ, რომ ეს გააჩერო. ან ხე გაფეთქდება, გასკდება, ან შენი ხელსაწყო გასკდება, ან ესე დაატრიალებს ისევ ან რაღაცა მოხდება. თუ ისევ იგივეს ვამბობ, თუ ეს გვიჭირავს მართი კუთხით. თუ ზევით არის, მაგ შემთხვევაში ისევ ის ხდება, რომ ეს უბრალოდ უკან გამოვარდება უცებ. არც ეგ არ არის ასეულო, როცა ხდება. მაგრამ როცა მაგას ვაკეთებთ, აი ეს მომენტი ბევრად უფრო, ასე ვთქვათ, უსაფრთხოა, ვიდრე აი ასე შევიდეთ და უკვე ტრაექტორია მიდის დაბლა და რაღაცა თუ მოხდა, უკვე всё ეს წავა გაფრინდება ჩვენი ხელით. აი ეს არის პატარა ფიზიკის მომენტები, რაც დავიწყე ამის ხმარება რამდენიმე კვირად, რასაც ვაკვირდები, დაახლოებით აი ასე მუშაობს, მე როგორც ხვდები ეს მთელი პრინციპები. ვინც უფრო გამოცდილი ხართ, ძალიან მაინტერესებს თქვენ როგორ აღიქვამთ ამ ძალებს, როგორ მოქმედებენ, როგორ დავრჩეთ უსაფრთხოდ, როცა ჩარხზე მუშაობთ. დამიწერეთ კომენტარებში რამე სხვა აზრი თუ გაქვთ, ან რამის არასწორად თუ ამბობ, ეგეც დამიწერეთ, იმიტომ რომ როგორც გითხარით უკვე პროფესიონალი ნამდვილად არ ვარ ამ საქმეში, ახლა ვიწყებ და უბრალოდ მინდა რომ გაგიზიაროთ თქვენც ეს გამოცდილება, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ძალიან ცოტა არის YouTube-ში მსგავსი კონტენტი და მინდა რომ რაღაცნაირად ერთმანეთს ვესაუბროთ ამებზე და ერთმანეთს ცოდნა გაუზიაროთ. ასეთი რაღაცა გამოგვივიდა, ძალიან საინტერესო ხელსაწყოა და აუცილებლად გავაგზავნებ მის უფრო ახლოდან და კარგად შესწავლას. სულ ეს იყო მეგობრებო, თუ აქამდე მოხვედით ვიდეოში, გამოიწერეთ არხი და დაელოდეთ შემდეგ ვიდეოს.